დღეიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადამზადების ახალ პროგრამას გაივლიან. გადამზადების კურსის გახსნას დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. აკადემიაში სწავლების ახალი მეთოდი დაინერგა, მსმენელთა მიღება და მომზადებაც ახალი კრიტერიუმებით მოხდება. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ურთიერთობას და ადამიანის უფლებების დაცვას მიექცევა. დღეს სასწავლო პროცესს ვიწყებთ სწორედ განახლებული პროგრამით, რომელიც საფუძვლიანად გადამუშავდა. კერძოდ, არსებითად გაიზარდა სწავლის ხანგრძლივობა. პროგრამაში გაჩნდა უფრო მეტი პრაქტიკული კომპონენტი, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის თემატიკას. დეტალურად გაიწერა სწავლის შედეგები. სისტემატიზებულია ერთგვარ სიტუაციაში პოლიციის ქცევის წესები, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო იმიტირებული სცენებით სწავლებას. დღეიდან პოლიციაში მიღების და დაწინაურების მთავარი კრიტერიუმი იქნება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი კურსების წარმატებით გავლა. ამას ითვალისწინებს ის ბრძანებები, რომელიც მე ბოლო ერთ თვის განმავლობაში მივიღე. ვიწყებთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორთა გადამზადების პროგრამას. ისურვებ წარმატებებს. ეს არის პოლიციის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა, რომელიც 10 კვირიანი იქნება. ფაქტიურად აქ არის ჩადებული ისეთი ტიპის სასწავლო კურსები, რომლის გავლის შედეგადაც ჩვენი პატრული ინსპექტორები უფრო მეტად იქნებიან, ესე ვთქვათ, მომზადებული, ექნებათ უნარჩვევები გამომუშავებული ისეთი, რომელიც საზოგადოების სერვისზე